პარიზის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ქვეყნის ეროვნული მაუწყებლის ეთერში საუბრისას ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა საზოგადოებას აცნობა, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ეკმავს განაჩენის გასაჩერებას საკასაციო სასამართლოშიც, რომელიც შეაჩერებს მოსამართლის გადაწყვეტილებას ელექტროსამაჯურის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მან და ჟორდან ბარდელამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს, საკუთარ თავსა და თანაპარტიელს კი ურთიერთშემავსებელი, თანმიმდევრული და მტკიცე დუეტი უწოდა. გადაწყვეტილებას სწრაფად მივიღე, რადგან როგორც იცით, უკვე ნათქვამი მქონდა, რომ საარჩევნო კამპანიას ელექტრონული სამაჯურით არ ჩავატარებდი. თუმცა, რადგან მაქვს შესაძლებლობა საქმე გავასაჩივროს საკასაციო სასამართლოში, რაც სხვა შემთხვევებში აუცილებელი არ იყო და რადგან ეს საჩივარი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, საარჩევნო კამპანიას ელექტრონული სამაჯურის გარეშე ჩავატარებ. დარწმუნებული ხართ, რომ საფრანგეთის საკასაციო სასამართლო ამის საშუალებას მოგცემ და რომ სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მოსამართლე მაინც არ გადაწყვეტს და რომ რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური აუცილებლად უნდა ატაროთ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს. ანუ ამბობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი ხართ? დიახ, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვარ. და აზრს არ შეიცვლით? არა, არ შევიცვლი. მე და ჟორდან ბარდელა ძალიან მალე დავიწყებთ ამ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას. როგორც იცით, ფრანგ ხალხს შევთავაზეთ დუეტი. დუეტი, რომელიც ჩემი აზრით ურთიერთშემავსებელი, გაწონასწორებული და თანმიმდევრული და მტკიცეა. სწორედ ერთად დავარწმუნებთ ფრანგებს, რომ ის, რასაც ისინი დღეს განიცდიან, გარდაუვალი ბედისწერა არ არის. ეს არის სხვების მიერ მიღებული ტოქსიკური და საზიანო გადაწყვეტილებების შედეგი, ხოლო სწორმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მათი მომავალი შეცვალოს. მარინ ლე პენის ამ სატელევიზიო ინტერვიუმდე ეროვნული გაერთიანების შტაბში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს შორის კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც ჟორდან ბარდელაც ესწრებოდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ახალგაზრდა პოლიტიკოსის საპრეზიდენტო კანდიდატურის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მომდევნო წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში მას მოუწევს ზრუნვა მასზე უფრო გამოცდილი მარინ ლე პენის პიარ კამპანიაზე, რათა მისი სურვილი გახდეს ელისეს სასახლის ლიდერი რეალობად იქცეს.